ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერი მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის გამტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასაც. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დროულად ჩამოსვლის მნიშვნელობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. საქართველოს პრემიერი ჯეიკ სალივანთან შეხვედრა სოციალურ ქსელ ტვიტერშიც გამოეხმაურა. საკითხი, რომელიც იქნა განხილული ორმხრივ ფორმატში, შეეხებოდა ჩვენს თანამშრომლობას, პარტნიორობას და იმ სტრატეგიულ, ასე ვთქვათ, ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ხაზგასმით იქნა ასე ვთქვათ აღნიშნული, რომ საქართველო ელოდება, როდის ჩაბრძანდება ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოში, რომელიც რა თქმა უნდა მოიტანს ახალ მუხტს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს ჩვენს ორმხრივ კონტექსტში, ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა. შეხვედრაზე ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ იყო აქცენტი ზოგადად უსაფრთხოების საკითხებზე ჩვენს რეგიონში, რეგიონის მიღმა, რეგიონში მიმდინარე ომის შესახებ და რა თქმა უნდა ეს საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას, იყო განხილვის ერთ-ერთი საკითხი.